ძალიან კარგი. როდესაც ძაგნიძის და ჩხიკვაძის დუეტზე ვლაპარაკობთ, შეუძლებელია არ მოვიდეს ემოციები, რომ ეს დუეტი იყო რევოლუციური ნაბიჯი ქართულ ესტრადაზე, დასაწყისი ქართული ესტრადის, საწყისი. მიუხედავად იმისა, რომ სანამ ისინი სცენაზე გამოჩნდებოდნენ, დები იშხნელები ცნობილები იყვნენ, მაგრამ განსხვავებით იშხნელებისგან ეს მოხდა რევოლუციური ცვლილება. უცებ სცენაზე გამოჩნდა ორი მომხიბლავი მამაკაცი გიტარებით ხელში და დაიწყეს სიმღერა. ოღონდ სიმღერა, მათი სტილი სიმღერის სრულიად განსხვავებული, მეც შემდეგ როცა ვისმენდი მათ სიმღერებს, დღესაც კი როცა უსმენ, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელია ეს. მხოლოდ მათ შეუძლიათ ასე იმღერონ და სხვათა შორის ასე დაუკრან კიდევაც. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო ცოტა გათანაბედროვება, დაიწყო ამ სიმღერების შესრულება, დაიწყეს დაკვრა, მაგრამ მათ თითქოს რაღაც სხვა ქონდათ, ჯერ ერთი ორივე მსახიობი იყო. და ეს ჩანს მათ შესრულებაში. როცა არ უყურებ და მხოლოდ ხმას ისმენ, მაშინაც კი ჩანს, რომ ისინი უბრალოდ კი არ მღერიან. ისინი ამ სიმღერას თამაშობენ. მათ მოაქვთ ეს სიმღერა, მოაქვთ როგორც არტისტებს. და ალბათ ძალიან კანონზომიერია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ როგორც მე ვიცი, შემდეგ გავიგე ეს ისტორია, სადღაც 30-იანი წლების ბოლოს მათ თეატრში გაიცნეს ერთმანეთი და აღმოაჩინეს უცებ რომ ორივეს მუსიკა უყვარს, ორივე უკრავს, ორივე სიმღერა შეუძლია და რატომაც არა. მოდი აბა ვსინჯოთ. სინჯეს და ძალიან კარგად სინჯეს. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში საერთოდ მთელ ქართულ თეატრში დაიწყო მოძრაობა საესტრადო მიმართულებით და თითქმის ყველა თეატრში შეიქმნა რაღაცა ჯგუფი, რომლებიც მსახიობთა 2-3 კაციანი ჯგუფები, რომლებიც ესტრადაზე სხვადასხვა სკეჩებით, მუსიკალური ნომრებით, ზოგჯერ ერთაქტიანი პატარა ბოდებილებით მონაწილეობდნენ და ეს საკმაოდ პოპულარული იყო. ასე ვთქვათ, საკონცერტო შესრულება ერქვა. მაგალითად, ცნობილია ისეთი დუეტი, როგორც იყო სტეფანე ჯაბარიძის და ჟორჟიკა საღარაძის, ცალკე ემანუელ აფხაიძე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იყო ვასო გოძიაშვილი თავისთავად და აი ამ პერიოდში, როგორც რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრებში ჩამოყალიბდა ესეთ საესტრადო ჯგუფები, ასეთივე ჯგუფი ჩამოყალიბეს მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვალიკო ძაგნიძემ და შალვა ჩხიკვაძემ. ისინი თეატრში იყვნენ სულ 2-3 წლის მოსული, მოასწრეს ალბათ 5-6 სპექტაკლში თამაში, თუმცა ისეთ გახმაურებულ სპექტაკლში, როგორც იყო სურამის ციხე,
რომლის რეჟისორი იყო ალექსანდრე თაყაიშვილი და პეტრე ოცხელის გაფორმებული იყო სპექტაკლი. შემდეგ ითამაშეს ქაჯანაში, ითამაშეს გაიდარში, სულ რაღაცა 5-6 წარმოდგენაში. თან უცნაური იყო ის, რომ რაღაც ეტყობა წყვილად მოიაზრებდა ალექსანდრე თაყაიშვილიც მათ, რომ იმ 5-6 სპექტაკლში ცალკე რომელიმე არ თამაშობს, თამაშობენ ორივე ყველა იმ დასახელებულ წარმოდგენაში. ეს გაგრძელდა 1951 წლამდე. ბატონო, შენი წირიმე. Zaboroshe. მათ კიდევ ერთი რევოლუცია მოახდინეს. გიტარა როგორც საესტრადო ინსტრუმენტი ამოიტანეს სცენაზე. მანამდე გიტარა იყო ესეთი ოჯახური უფრო მეტად, ოჯახური წვეულებების, რაღაც სალონური საღამოების ინსტრუმენტი. სცენაზე ამოიტანეს და აქციეს მესამე წევრად მათი დუეტის. პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვა, რომ ეს ტრიო იყო. და ამას ისე ოსტატურად და კარგად აკეთებდნენ, რომ დღესაც კი როცა უსმენ, შეუძლებელია, რომ აღფრთოვანება არ აგახფრთოვანოს ამ სულ ყველაფერმა. მე ყველაზე მთავარი, რაც ჩანს ამ დუეტში და რაც უკვე მე ვიცი მოგონებებიდან, ვიცი იმ ადამიანებისგან, ვით მას კარგად იცნობდნენ და შემდეგ მათგან მოვისმინე. მათ საოცრად უყვარდათ ერთმანეთი, პატივს სცემდნენ ერთმანეთს და ეს ყოველდღიური ცხოვრების გარდა ჩანს მათი შესრულების დროსაც. აი ორი პარტნიორი, რომელიც ერთმანეთს კი არ ექშპება, რომ მე უფრო მაგარი ვარ, არა მე უფრო მაგარი ვარ. აი ჩვენ ვართ. ჩვენ ვაკეთებთ ამას. 38 წელს მოხდა პირველი შეკვრა, ასე ვთქვა და პირველი დებიუტი და მოზარდ მაყურებელთა თეატრმა შეუწყო ხელი, იმიტომ რომ იყო რეგიონულ გასტროლებზე, მოიარეს პრაქტიკულად მთელი საქართველო და პირველი რაღაც ნომერი, რომელიც გრიშაშვილის ლეგზე გაკეთებული სიმღერა რუმბა სტილში, რომელიც გიტარების თანხლებით და შემდეგ წლების შემდეგ ჯემალ ბაღაშვილმა თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ პრაქტიკულად ქართული გიტარა შექმნესო მათო და შემდგომი ოთარ რამიშვილი თუ მამაშვილი ბაღაშვილი თუ შემდეგი თაობა სულ ყველა ვართ მიმდევრები ფაქტიურად ზაგნიძე ჩხიკვაძის დუეტის. Kargi khor menakhet khavitan Shemsi khawara visarvelbot Kargi khoy semoget kalitan Uyastavit burshia champenodin Akhvamit imotno begaltikhnari Neta bisatfalit tasarmenakhav Tredebi bitametevnel pikrebi Tam diktadedo pani shenakhav 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 ვალიკო ზაგნიძე მე ბაბუად მერგებოდა. იყო ბებია ჩემის ღვიძლი ძმა.
სამნი იყვნენ, ორი და და ვალიკო შუათანა იყო. ჩემი ცოცხალი მოგონებებიდან მე მახსოვს ერთი ვალიკო ბაბუ. ერთ-ერთ წვეულებაზე, სადღაც საოჯახო წვეულებაზე ის გიტარით და მომღერალი და რაც მე დამჩა ცოცხალ მოგონებად და მახსოვს მისი საოცარი ღიმილი. რომელიც იღიმებოდა მთელი სახით, მთელი არსებით, თვალები იღიმოდა, სახე იღიმოდა, ტუჩი იღიმოდა, შიგნიდან მოდიოდა ეს ღიმილი და შეუძლებელი იყო, რომ ამ ღიმილს არ დაეები უცებ. ჩვენი გამოსვლა გამოაცხადეს გვარები დარბაზში სამარისებური სიჩუმეს სუფევს. სუნთქვა შეგვეკრა. გავედით სცენაზე და შევასრულეთ ფელეტონი თბილისი, რომლის ავტორი მე გახლდით. დამთავრდა ნომერი. გაისმა ტაში, კვლავ გთხოვდნენ სცენაზე გამოსვლას. სამწუხაროდ ჩვენ მხოლოდ ერთი ნომერი გქონდა რეპერტუარში და ამიტომ მისი გამეორება მოგვიხდა. კიდევ ერთი ნოვატორობა იყო ქართულ სინამდვილეში, ქართული ესტრადის სინამდვილეში. ეს იყო მუსიკალური ფელეტონები, კუპლეტები, რომელსაც ყველა თემაზე ჰქონდათ. მე უკვე წამოზრდილმა მოვისმინე ეს კუპლეტები და ეხებოდნენ სატირული იყო ეს ყველაფერი. თან წარმოიდგინეთ, იმდენად მსუბუქად მოქონდათ ეს, რომ დარბაზი კვდებოდა სიცილითო გოგუცაყვებოდა, იმიტომ რომ ყველა კუპლეტს ხომერიული სიცილი მოყვებოდა ხოლმე. და იყო მე ამათი ბიზზე გამოძახება. და თან მე თუ არ მეშლება ასე მითხრა, რომ პირველი მათი გამოსვლა სწორედ ამ კუპლეტებით გააკეთეს, მერე დაიწყეს უკვე ისეთი სიმღერები. ჩვენ საქართველოს ეზოში ალბათ სულ რა სიტყოდა. წყლის ფულს რომ გამოგართმევდა, მერე ბინის ფულს სიტყოდა. ღიარ მინახავს ისეთი, სამდე რომ არ მოსულიყო, ერთხელ დამჭირდა რემონტი, ვერ ნახე და გარგულიყო. ქუჩაში ერთი რაზმელი წესით ციცავდა რიხითა. ამ დროს ვიღაცა მეცა და ყავ მიქცია ჯიგითა. იმდენი მირწყა რომ შუბზე კოპიც კი არ მოსულიყო, გავხედე გვერდზე რაზმერს და ვერ ვნახე და გარგულიყო. ხალხსამსახუროს თეატრი ასია მოწოდებული, მაგრამ დაიდგა პიესა ვიღაცის მოწონებული. ავტორი ნათესავებით ლოჟაში განაპულიყო, პარტერში მაყურებელი ვერ ვნახე და გარგულიყო. იმის გარდა რომ ისინი მსახიობები იყვნენ, სცენაზე მღეროდნენ, ცეკვავდნენ საოცრად, ქართულმა კინომ დაიწყო მათი ძალიან კარგად გამოყენება და ბევრი ქართული ფილმია ისეთი, სადაც ისინი მთავარ როლში არ იყვნენ, ეპიზოდებში ჩნდებოდნენ, მაგრამ ისე ალამაზებენ ყველაფერს თავისი სიმღერით, თავისი არტისტიზმით, იმ დამოკიდებულებით, რაც აქვთ და მამასგან მახსოვს ფილმი როა ბედნიერი შეხვედრა. ჟორასთან ერთად არიან ესენიც და ცეკვავს ჟორა შავგულიძე, საოცრად ცეკვავს. მამა თქვა, რომ ერთ-ერთ რაღაცა ესე რაღაცა წვეულება იყო თუ სადილი იყო თუ არ ვიცი, მაგრამ როგორც წესი ყველა ამათ შეკრება აუცილებლად გადაიზრდებოდა ხოლმე რაღაც საოცარ წარმოდგენაში და იქ წაიცეკვაო რაღაცა ეს ჟორამო ამათმა რომ დაუკრესო და მე ეს ფილმში ვნახეთო. რა თქმა უნდა უკვე დახვეწილი უფრო და უფრო კარგად გაკეთებული.
გამაგზიანა თქვენ პიცი გვერდეთის. იშვიათად რომ რომელიმე ქვეყნის კინემატოგრაფს აი ესეთი მკვეთრად გამოხატული მუსიკალური მეხსიერება კონდეს, როგორც ჩვენს ასიცით, მუდმივად ახსენდება ხოლმე და სულ გვახსენდება აი ის ხმოვანი რიგი და ხმოვანი ბილიკი, რომელიც ამდენ ემოციას ტოვებს ჩვენში და აი ძაგნიძე ჩხიკვაძის დუეტი გახდათ სწორედ ასეთი. მოყოლებული 30-იანი წლებიდან, როდესაც ჯერ ისინი ბუნებრივია მკვიდრდებოდნენ და რაღაცა თავისას ქმნიდნენ და სკეჩებში მონაწილეობდნენ სხვათა შორის და რაღაცა წარმოუდგენელი წარმოსახვის უნარი გააჩნდათ, შემდეგ ქართულ კინოში უკვე 50-იან 60-იან წლების დასაწყისში აი ამ პერიოდში გადაღებულ ფილმებში ეს ხმა ერთგვარ რეფრენად გასდევს ქართულ კინემატოგრაფს. ძალზე მნიშვნელოვანია განწყობის შესაქმნელად, იმიტომ რომ თან სილაღე მოსდევს ამას ყველაფერს. თან იცით, ხა ჟორა შავგულიძესთან, გიორგი შავგულიძესთან მეგობრობდა ეს დუეტი და ბუნებრივია ეს მათი ტანდემი აუცილებლად მნიშვნელოვანის მომტანი იქნებოდა. საბუდარელი ჭაბუკის ეს ხმოვანი რიგი ცალკე რომ არ გავიხსენოთ და ეს მუსიკალური თანხლება არ შეიძლება. და გარდა ამისა, რაღაც ძალზე მკვეთრი ქართული და დამახასიათებელი ჰქონდა დუეტს. ძალიან მკვეთრი. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ის თვისებაა, რომელიც აი დღევანდელ დღეს ახლა ამდენი დრო გავიდა და ქართული ფილმების ხმოვანების ჯაზური ვარიაციის საშუალებას აძლევს ხოლმე მუსიკოსებს დღესაც და ძალიან საინტერესოა და ძალიან ფასეულია ამ ხრივ დამერწმუნეთ. ცნობილი დუეტი ძაგნიძე და ჩხიკვაძე. ეს ძალიან ცნობილი დღემდე მოდის ეს ორი გვარი ერთად. ანუ რა თქმა უნდა მე ასე ვიტყვი რომ არ მქონია ბედნიერება რომ მათ პერიოდში ყოფილიყავი ისე ახლოს და ისე შემოქმედებითად და არც პიროვნულად, იმიტომ რომ პატარა ვიყავი მაშინ, ან საერთოდაც არ ვიყავი ალბათ, არც მახსოვს. უბრალოდ დედაჩემი და ეს ორი ადამიანი იყვნენ ძალიან ახლო მეგობრები, გარდა იმისა, რომ იყვნენ კოლეგები, იყვნენ ძალიან ახლო მეგობრები და როგორ გითხრათ, აი, როდესაც მგზავრობაში მიდიხარ სადღაც კოლეგებთან ერთად, იქო ყველაფერი გამოჩნდებაო, ესე ამბობენ. და რა ვიცი ხა მეგობრობაც იცოდნენ თურმე ამ ადამიანებმა, მაგრამ ქალს რო პატივისცემა ჭირდება, ისიც იცოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთ იმაში ოთახში იგრიმებოდნენ, ემზადებოდნენ კონცერტისთვის, ყველანაირი ნიუანსების მიუხედავად. ერთ ჩვენიერ კონცერტზე ვდგევარ და ვიღაცა მღერის სულ პატარა და ნამტრედო, ფარფარ დამტრედო, თან ტერციაში მღერია. მუსიკოსებმა იცით ხა ეს რა არის. დეჩვენები ეს რა სიმღერაა მეთქი, საიდან მოვიდა ახლა ეს სიმღერა, თქო, ვისია მეთქი და ესო იცი ვინ მღეროდაო ამასო? აი გახსოვს მე რო სურათები გაჩვენეო ძაგნიძე და ჩხიკვაძეო. მე ვთქარ რომელი საუკუნის ვიხუბრე რა თქმა უნდა, რომელი საუკუნის სიმღერა მეთქი? ხო, აი მაგაშიაო, მაგათი ხმოვანების დამსახურებაო, თან რომ ერთად ღეროდნენ, ტერციაში რო იყვნენ რა. რომ ისე ადვილად ადამიანების ყურისთვის ადვილ მისაწვდომად მღეროდნენ, რომ თელმა ქვეყანამ დღემდე იცის მათ მიერ ნამღერი დილი ჩემბახში ეგა. აი ეს მაშმო პრინდი ეს და რაც ამარე სოფელო, ჩემო სოფელო ეგ გექნებათ ნანახი ფილმში შავგულიძე რო ცეკვავს და ეგენი რომ ღერიან. აი როგორ გითხრათ, მათი შემოქმედების თავარი ამოსავალი წერტილი ეტყობა იყო, რომ ემღერათ ისეთი სიმღერებით, ოღონდ არა უბრალო დონის, ამას ხაზს უსვავ. არა როგორ გითხრათ, უხეშად არ მინდა გამომივიდეს, არა დაბალი დონის სიმღერები. კომპოზიტორებს მღეროდნენ და ძალიან ყველასთვის მისაწვდომ ხმოვანებას და სიტყვებს. რა თქმა უნდა, მისამღერი და კიდევ მაგათი პლუსი იყო ის, რომ მე სურათებში ვარ ნანახი, როგორც გითხარით, ორივე უკრავდა გიტარაზე. და ჩვენ რო ვართ ახლა ვაიმე ფონოგრამა არ მესმის, ვაიმე იქ ამოვიდა, ხმა არ მოვიდა, ბალანსი არ არის, რაღაცა ესა, იქ იყო ორი გიტარა, ორი შესანიშნავი ადამიანი და ორი შესანიშნავი მომღერალი. ამიტომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მერერა რომ არა მარტო მათ, არამედ ყველა იმ სიმღერას, რაც მოვიდა ჩვენამდე და რაც მერე გაჯდა ახალგაზრდების ყურში, ტვინში და გემოვნებაში.
მოგვრიტუნია თქვენთვის გამიხსენია ეს გული გაზაფხულის ფარდო შენთან ყოფნას ნატრობ მაგრამ შენზე დარდობს ეს გული ოცნების ვახარო მიუწომი თახარ სიმრების ვახარო ძირფასო პატარა ხარ ჩემი ლექსის ვახარ დაგდებდა საფხარ ძირფასო შენი სიყვარული ხანჯრი კრამბულის ლამის გასკდეს გულინე შენთა თვალთასივი სელმი განაცირის დაგდათა უსტირკირიმე დაგუგებუნა ველს დადევშე ღარმამხელ აბადაბანახე ძირფასო ჩამოჩიტუნია ლაშბარტალაია ელიგინიზია ძირფასო ჩამოჩიტუნია ლაშბარტალაია შენთვის გამხსნია ეს გული გაზაფხულის ფარდო შენთან ყოფნას ნატრობ მაგრამ შენზე დარდობს ეს გული აი რაც მახსოვს მოგონებები ძირითადად არის მისი მეუღლის გოგუცა კუპრაშვილი რასაც მიყვებოდა საოცარი ატმოსფერო იყო ხოლმე იმიტომ რომ მეზობლად ცხოვრობდნენ ვალიკო და გოგუცა ჟორა შავგოლიძის ოჯახი და პიერ კობახიძის ოჯახი შესაბამისად ჰქონდათ მეზობლობა და ჰქონდათ საოცარი მეგობრობა და მამა ყვებოდა რომ აი წარმოდგენა იყო როცა ეს ადამიანები ერთად იკრიბებოდნენ იუმორის გრძნობა არ აკლდა არც ერთს ერთმნიშვნელოვნად ну ეხლა ჟორა შავგოლიძე როგორც თავისი ბუნებიდან გამომდინარე ყოველთვის იყო ხოლმე ესეთი დამწყები ჩამგდები რაღაცის ისინი აუცილებლად აყვებოდნენ აუცილებლად ერთმანეთს მხარს უბავდნენ ერთმანეთს ეხუმრებოდნენ ისე აი რო არ წინდათ მაგრამ ეხუმრებოდნენ შემდეგ პერიოდი გოგუცა ყვებოდა რომ აი ომის მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაჭრილებისთვის იმართებოდა კონცერტები სადაც ჩვენ დავდიოდითო და ძალიან დიდი მოწონება ჰქონდათ ჟუტუს და ვალიკოს თუმცა სახელებით ნაკლებად აი მათი პოპულარობა იყო ახსენებდნენ ასე ძაგნიძე და ჩხიკვაძე რაღაც ესე ორი გვარით ერთად ახსენებდნენ ხოლმე ძაგნიძე და ჩხიკვაძე ხელი გაგვიშრა ხელი შემოასვა ამ წუთში ჭიჭიკო გენასრა ამ წუთში ვიცოლა ასმათი ხელი საბჭოთა კავშირისა მოყავს ჩაი თქვენს ოჯახში თუ სვამენ ჩაის კი შვილო როგორ ახსნა ორივე ძალიან ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან. ძალიან ახალგაზრდა ბატონი ვალიკო სულ რაღაც 55 წლის იყო და 62-63 წლის გახდათ ბატონის შალვა. ბატონმა შალვამ შემდეგ აი როცა ეს დუეტი აი ამის გამო რომ დაიშალა 67 წელს როცა გარდაიცვალა ვალიკო ძაგნიძე ბატონმა შალვამ ხელი მიჰყო სწორედ აი ამ ქართული გიტარის სწავლებას და აი ძალიან ემადლიერება მთელი ქართული ესტრადა და თუ ქართული ესტრადის ისტორია დაიწერება არ არსებობს ამათ გარეშე, იმიტომ რომ ისინი არიან ფაქტიურად პიონერები, არიან ფაქტიურად დამაარსებლები ქართული ესტრადის და მე ძალიან მიხარია რომ დღეს ხელმძღვანელობ იმ თეატრს სადაც დაიბადა სწორედ ეს დუეტი. იმიტომ რომ ყველა სხვა დანარჩენი საესტრადო ჯგუფები თეატრებში ის მსახიობები კვლავ დარჩნენ თეატრებში და გააგრძელეს სამსახიობო კარიერა და მათ უკვე შექმნეს სრულიად ახალი კულტურა, რასაც ქვია საესტრადო პაროდია თუ საესტრადო სიმღერა თუ ქართული გიტარის დამკვიდრება ქართულ სცენას. ავადმყოფობდა ვალიკო და ვიყავით ბოლოს რაც მახსოვს ცოცხლად მე და მამა ვიყავით სანახავად და კი ფერიედო უკვე ესეთი გაფრთხილებული რაღაც მაგრამ აი ის ღიმილი მაინც რო შევედით გაუხარდა და გაიხიმა ისევ თავისი
საფირმო ღიმილით საოცრად და მახსოვს ფრაზა მაინც გასწავლი გიტარაზე დაკვრასო. და შემდეგ რამდენიმე დღეში ვალიკო გარდაიცვალა. გოგოც არ იყო თბილისში, გასტროლებზე იყვნენ მაშინ წასული და მე მახსოვს ყვებოდნენ რომ მოვლელი ქალი ვინც იყო ღამე მოხდა ეს ამბავი. ის ქალი ყვებოდა თქმა რომ საოცარმა რეალმა გამომაღვიძაო, საოცარი ესეთი ხმა იყო და შეშინებულს გამომეღვიძაო ვალიკო სხვა ოთახში იწყა და გავარდა დიდ ოთახში, სადაც კედელზე ვალიკოს გიტარა ეკიდა. გიტარა იყო გამსკდარი შუაზე. შევედი ვალიკოსთანო და ვალიკო გარდაცვლილი დამხვდაო. მე რო გავიგე რომ ვალიკო ბაბუ გარდაიცვალა, მახსოვს რომ ვიტირე იმის გარდა რომ უბრალოდ შემეცოდა და დიდი სითბო მქონდა ადამიანის მიმართ, ალბათ ვიტირე რომ რაღაცა ოცნება რომ მქონდა და იმ ოცნების განხორციელებას ვეღარ შევძლებდი მასთან ურთიერთობით ამის გაკეთებას. იქ სადაც წინა დიდ გახუხულა გესხედავ თოდა სამოჭი